ალბათ ჩემოძირფასო YouTube არხელებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს. და მოდით დღეს ლენორმანის სისტემით მე ხშირად ვიტყოდი ფაქტიურად არ მუშაობ, მაგრამ დღეს მომინდა რომ ესეთი გასაგები და მკვეთრი მესიჯები მომეტანა თქვენამდე. და მოდით ნახოთ უახლოესი 10 დღის განმავლობაში რა მოვლენები შემოვა თქვენს რეალობაში და მე ნებისმიერ მოვლენას წავიკითხავ, ხო? არ მოგეფერებით, არ დაგიმალოთ, ყველაფერი განიხილება. მაშასადა მე დავიწყეთ. პირველი ვარიანტი 10 დღეში რა მოვლენები შემოვა თქვენს რეალობაში, მეორე ვარიანტი 10 დღეში რა რეალობა შემოვა თქვენს რა სიახლე შემოვა თქვენს რეალობაში და მესამე ვარიანტი 10 დღეში რა სიახლე შემოვა თქვენს რეალობაში. ძალიან კარგი. სიახლეებს გავხილავთ, ხო? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. დახვჭეთ თვალები და კითხეთ სამყაროს. 10 დღეში ჩემთან რა სიახლე შემოაბეჭებს. და თქვენი მინერალი თქვენ აუცილებლად დაგეცახებთ. ვინც ვერ მოასწარეთ, დააპაუზეთ და ავწყეთ. პირველი ვარიანტი, ესეთი ჩქარი ტემპით გაშლა გვექნება. ნახეთ მეგობრებო, ვაგრძელებ. ნახეთ მეგობრებო, ამოვიდა 36 კარტი cross. რას ეხება ეს? რას ეხება კონკრეტულად ეს ყოველივე? მეგობრებო. საკმაოდ ტრანსფორმაციული 10 დღე გაქნებათ. პირველ რიგში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დადგებით გარკვეული სცენარისა და სირთულის წინაშე, რომლის წინაშეც ვფიქრობ, რომ პერიოდულად დგებით ხოლმე, ხო? ეს არის ჯვარი cross, რომელიც აჩვენებს თქვენს რაღაცა გარკვეულ სულიერ ტკივილს, სადღაც შინაგან ტანჯვას, ხო, რომელიც გარკვეული ბლოკიდან არის, ხო, გამოხატული, ხო, როდესაც კონკრეტული სიტუაცია გბლოკავთ, არ გაძლევთ საშუალებას მოძრაობის, არ გაძლევთ საშუალებას წინსვლის, ხო, იმიტომ რომ ეს სირთულეა თქვენს რეალობაში, ხო, ანუ mountain თა ნიშნავს, რომ ეს არის სიტუაცია, რომელსაც ვერ ლახავთ, მაგრამ ამ 10 დღის განმავლობაში კოფეინ, ანუ კუბო არ შეგეშინეთ არავითარ შემთხვევაში, ეს არის მდგომარეობა ტრანსფორმაციისა, იმიტომ რომ რაღაცა ძველი აუცილებლად წავა თქვენი რეალობიდან და შემოვა ახალი. ნახეთ, როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხებს ჩვენით ვერ ვუმკლავდებით, ხო, ერთი და იგივე როგორც იტყვიან კარმულ სცენარში ვტრიალებთ დაუსრულებლად, ხო, სცენარი უარესდება და ჩვენ რაღაცნაირად ვერ ვახერხებთ ამ სცენარის დატოვებას, მერე უკვე სხვა გზა არ არის ხოლმე, როგორც იტყვიან, რომ ესე სამყარო ქეჩოში მოგკიდებთ და პირდაპირ როგორც იტყვიან წკიპურტით შეგაგდებთ ტრანსფორმაციულ პროცესში, ხო? რას ნიშნავს ტრანსფორმაციულ პროცესს, ხო, როდესაც ვახსენებ, ხო, ეს არის რაღაცის დასასრული. ხო, კუბო ნიშნავს ამ შემთხვევაში დასასრულს. დასასრული უნდა მოხდეს, ხო? რაღაცა ძველი უნდა წავიდეს, რომ შემოვიდეს ახალი. და მე ასე ვიტყოდი, ეს 10 დღე თქვენ სამყარო ძალიან ინტენსიურად გაჩვენებთ თქვენს ძველ პროგრამებს, რომლებისგანაც განთავისუფლება აუცილებლად გჭირდებათ. და არა მხოლოდ გაჩვენებთ, არამედ მთელი არსებით შეგაგრძნობინებთ თუ რამ ხელაზე
დანაშაულია საკუთარი თავისთვის ამ ყველაფერში ყოფნა და ამ ყველაფერში ცხოვრება. ხო, მე არ მინდა განვიხილო ეხა რა არის ეს ძალიან შორს აგვიყვარს ლენორმანდის სისტემას მაინც და მაინც არ უყვარს, ხო, გრძელი ეს არ არის ტაროს დასტარო, ეხა ჩავშალოთ, ხო? უბრალოდ გეტყვით, რომ ამათ დღეში თქვენ ამას კიდევ უფრო მეტად ინტენსიურად იგრძნობთ და მე ვხედავ, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება. არ იქნება მარტივი ეს დღეები თქვენთვის, იქნება რთული, იქნება ტკივილიანი, შეიძლება ეს ფსიქოსომატიური ჯანმრთელობის პრობლემებიც, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაინც გაფრთხილებთ, რაც უშუალოდ ნევროზი, დეპრესია, უძილობა, შფოთვა, ხო? ფსიქოსომატიკა, როდესაც გადატვირთულია, ხო, ამ შფოთვებით და ამ ნერვიულობით, ხო? და გამოსავალი აი ამ ყველაფრიდან, რაც მოდის ვთქვათ, ჯვარივით გედოთ მხრებზე და იქ გქონდათ, ხო, რაღაც ქრისტიანულ პარადიგმაში გადავედი. მაგრამ უფრო მარტივად მიხვდებით თქვენს ენაზე, რასაც გულისხმობ. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, აი ესეთი სიახლეები მოდის 30 წლის განმავლობაში ლენორმანის, ისევე როგორც ნებისმიერი სათამაშო კარტის ის მომწონს, რომ ძალიან ისინი არიან პირდაპირები, გაჯახებენ ყოველგვარი მოკიპვის გარეშე. ტარო ჩაგიშლის სიტუაციურად, მაგრამ ეს ესეთია, ხო, წერტილოვანი ნემსები. მეორე ვარიანტი, თქვენთან რა სიახლე მოდის? ჩემი ლამაზი ხელები უკვე მეორედ გაჩვენეთ. 30 კატარო ყავს, არა 30 არა, ნამეტანია. 7, 9. სათვალებიც შევაგეთ, ააგერება ადამიანს და თქვენთან რა ხდება? აბა ვნახოთ თქვენ რა სიახლე გელოდებათ 10 დღის განმავლობაში და ჩვენთან ამოვიდა არკანი კარტი ღუზა. ნახეთ, სიტუაცია, რომელიც ვთქვათ, რაღაცნაირად დიდი ხანი კომფორტის ზონა, ღუზა რა შვება, ხო, აფიქსირებს გარკვეულ სიტუაციებს ჩვენს რეალობაში. შეხედეთ, ეს არის სტაბილურობა, ხო? ადამიანი დაცულად გრძნობს თავს, ღუზა ყოველთვის აჩვენებს ასევე მისი სტაბილურობა, დაცულობა, მაგრამ მისი უარყოფითი მხარე ასევე ის არის, რომ შეიძლება დიდი ხანი გაიჭედეთ, ვთქვათ, კომფორტის ზონაში და რაღაცნაირად ცოტა აქეთ გამოხედვა არ გინდათ, მაგრამ მოდით ვნახოთ რას ეხება, ხო? რა სიახლეები გელოდებათ ღუზის ამბავში, გარკვეული სტაბილურობა და რა მოხდება? რა მოხდება? კაცრავად. რატო გაგვიჭირვა საკ? საოცარი კარტი. და რაში გადავდივართ? რა მაგარია. შესაძლოა სიტუაცია, რომელიც ერთ ადგილზე დიდი ხანი იდგა, უბრალოდ მიდის დასრულებისკენ და clover, ხო, ახლა ძალიან კარგად ვიცით, სამყურა რეალურად რასაც ნიშნავს, ხო, მასია. clover-ი ეს არის იღბალი. ეს არის წარმატება. ხო? შესაძლოა ეს იყოს პატარ-პატარა ნაბიჯებით გადადგმული წარმატება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გარკვეული სიტუაცია, რომელიც დიდი ხანი იყო სტაბილურად და არ წყდებოდა, აუცილებლად გადაწყდება. მოდით ნახოთ რას ეხება ეს. რას ეხებოდა ეს? მეგობრებო, ეს ეხებოდა გემს. გემი რა არის? პირდაპირ მოძრაობა, მაგრამ ესავე ადგილმდებარეობის შეცვლა, რა თქმა უნდა, travel, ხო? ნახე, გემი და ღუზა. გემი ხო ზოგადად მოძრავი ენერგია, ხო? ანუ შესაძლებელია თქვენი მოძრაობა იყო გაჩერებული. შეიძლება პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით არ იყოს აქ მოგზაურობა, ხო? თქვათ, ნაგულისხმები, მაგრამ აქ აჩვენებს, რომ ასევე დისტანცია, შეიძლება დისტანცია დასულდეს, თქვათ, თქვენსა და კონკრეტულ ადამიანს შორის, თქვენსა და წარმატებას შორის და დაიწყოთ ეს, დაიახლოვოთ თქვენი სამყურა, ხო? გამიგეთ, ხო? შეიძლება ის იყოს ასევე, რა თქმა უნდა, უცხო ნაპირები,
ხო? გემით სადმე მივდივართ, უცხო ნაპირებს ვლაშქრავთ. ან რაღაც ისგან წასვლა, მოძრაობა, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ იყავით გაჩერებული. აი თქვენ უფრო მეტად უკეთ იგრძნობთ ეს რა შეიძლება იყოს და პატარა იმასაც დავტოვებ ხო საფიქრალსაც. გემი იყო გაჩერებული ღუზით. ხო? ღუზით და მორჩა. შეგრძნება მაქვს რომ გემის ჩაძირვა საჭირო ვირთხები გაიქცევიანო ხო იქიდან. ვირთხებისგან განთავისუფლებაო. თუ უბრალოდ გემსო წყალი უნდა შეუყერო ჩაძირვა არ გამოვა. ხო რომ ვირთხები დაფრთხნენო შეიძლება ეს ამასაც ნიშნავდეს მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მახარებს ის რომ მოძრაობა გააქტიურდება ტრანსფორმირდება ეს სიტუაცია და ტრანსფორმაცია მიდის წარმატებისკენ და ძალიან მახარებს შვენიერი მეორე ვარიანტი ძალიან კარგი მესამე ვარიანტი აბა თქვენ რა სიახლეები გელოდებათ 10 დღის განმავლობაში რა არის ეს სიახლე, რაც 10 დღის განმავლობაში გელოდებათ და ვიღაცას გაამათრახებთ. ხო, არა, ნახეთ, კონფლიქტია, რა თქმა უნდა, თავისთავად წერია კიდევაც, ხო, კონფლიქტი, როდესაც რაღაცნაირად საკუთარი საზღვრები, ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი საზღვრების დაალაგება ხო ნუ შეიძლება იყოს სტრესი ან შეიძლება ეს იყოს საერთოდ ქრონიკული სტრესი რომელიც გრძელდება არ მთავრდება ხო როდესაც ადამიანები ერთმანეთს არგუმენტებს, კუტუებს და კიდევ სხვადასხვა რაღაცებს ატოლებენ, აჩიფრებენ და ასე შემდეგ ხო სხვათა შორის ნუ შეიძლება იყოს კიდევ რა იცით აი ნიშანი რომ დროა ფიზიკურად გააქტიურდეთ რაღაცნაირად ცოტა ივარჯიშოთ აგრესია და სიბრაზე გამოუშვათ გარეთ ხო კარგით ნახოთ აი ეს მათრახი კონკრეტულად რას ეკუთვნის რა ნუ რას ეხება ვის გაამათრახებთ რას ეხება მესამე ვარიანტი 10 დღის განმავლობაში რა სიახლეები მოდის 34 რა სიახლეები მოდის აუ ნახეთ რა მაგარია ესე იგი აქ ჩვენ გვაქვს თევზები რომელიც პირდაპირ შვენიერი მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში თქვენ დადგებით გარკვეული იქროს რაოდენ გზაგასაყარის წინაშე გზაჯვარედინზე ნახეთ გარკვეული კონფლიქტების დინება გარკვეული ინფორმაციული ვთქვათ შემოტევა თქვენი მხრიდან თქვენი მისამართით არ აქვს ხო მნიშვნელობა ფაქტი არის ის რომ მე ფინანსებით შეიძლება იყოს რა თქმა უნდა ხო როდესაც თქვენ სიმართლეს გაიტანთ აქტიური და ესეთი იქნებით ვთქვათ მათრახით ხელში რაღაცნაირად იქნებით მომართული თქვენი ფინანსური ვთქვათ ენერგიის გაძლიერებაზე კი ბატონო ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ნახეთ გზაჯვარედინი ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს კიდევ ალტერნატივა როდესაც მაგალითად მე გააკეთებთ არჩევანს ერთად სად გინდათ მოძრაობა და ვისთან ერთად გინდათ მოძრაობა მთლიანობაში ენერგია მოდის როგორ იცით მე ჩემს საზღვრებს ვალაგებ ამ 10 დღის განმავლობაში მე ვირჩევ ვის რა მივცე როგორ მივცე რამდენი მივცე ვისგან რას უღებულობ და გსაჯვარედინ ანუ მე ვირჩევ ჩემს შემდგომ ნაბიჯებს ცხოვრებაში ხო ანუ რაღაცნაირად საკუთარ თავზე აიღებთ ძალიან დიდ პასუხისგებლობას ხო მე ერთი კითხვა მაქვს აქ მაინც ეს მათრახი მაინტერესებს რას ნიშნავს აი ეს კონფლიქტური სიტუაცია ვთქვათ აი ეს დაძაბულობა რას ეხება ერთი არგანით ორაკულით მინდა კარტით მინდა ამოვიყო friendship loyalty ხო ვიღაცა რატომღაც იფიქრებს რომ თქვენ ძალიან კეთილი გული გაქვთ და ფიქრობენ უკვე ამას და შეუძლიათ ისე მოექცნენ როგორც მათ მოეპრიანებათ თქვენ აქ დაიფრენთ ვიღაცებს 10 დღის განმავლობაში მიუჩენთ ადგილს აჩვენებთ რომ ეს ასე არ შეიძლება გამიგეთ ხომ აჩვენებთ ძალიან მკაცრად აი ეს მოხდება ამ 10 დღის განმავლობაში
გამიგეთ ხო? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გეცოდინებათ საით წახვიდეთ. და არავის და არაფერს არ მოусმენთ და გააკეთებთ თქვენს არჩევანს. და შეწეგებთ ეს არჩევანი. წერო, ხო? სოროსურად მოსკენი. მოძრაობა. გვაწერია პროგრესი. მოძრაობა, წინსვლა, ანუ თქვენს მიერ გადაწყვეტილი გზა, რომელზეც თქვენ დადგებით, აუცილებლად იქნება თქვენთვის სიკეთის მომტანი. ცვლილებების მომტანი, სიკეთის მომტანი, მოძრაობის და ასევე ეს არის ლოკაცია, ხო? სად მინდა აუფრინდე და სად მინდა დავჭდე. ლოკაცია, რომელიც მოგიტან წარმატებას. ასე რომ, აი ამათი დღის განმავლობაში ეს ყველაფერი თქვენს რეალობაში აუცილებლად მოხდება. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.